1941 წელს ჩვენმა დიდმა მამათ მთავარმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კალისტრატემ თავის ბინაზე მიმიწოდა და როვიახელი დავალებით მთხოვა და მითხრა: შენ ექვთიმე კერესელიძეს იმდენელი ნამუშევარი და იმდენი შრომა და ღვაწლი გაქვს დადებული საქართველოს საეკლესიო ნოტების საგალობლებზე და სიმღერებზედაც, რომელიც დასწერეთ საკუთარის თქვენის ხარჯით. ამ კეთილი საქმისთვის როგორც მე, ისე ყველა საქართველოს ერი დიდი მოხარული ვართ ამ ხსენებულ დიდებულ საქმის მოგვარებისათვის. მოხარული ვარ კიდე მასზე, რომ ეგ შენი ნაშრომი საქართველოს მუზეუმში გაქვს დაცული და შენახული. ახლა ვხედავ, რომ დროთა ვითარებისა გამო საქართველოში მონასტრებში და ეკლესიებში თანდათან ისპობა საღვთო მსახურების კვერექსებიც. ამიტომ გთხოვ, რომ არ დაიკარგოს და დასწერო ნოტებზე საღვთო მსახურების დროს სათქმელი. კვერექსები მცირე და დიდნი, მასთან ასამაღლებლები, სახარებისა და სამოციქულოს კილოები და საწინასწარმეტყველოს კილოები, თუ როგორც ძველად ჩვენში სრულდებოდაო. პატრიარქ კალისტრატის დავალების ამსრულებელი იღუმენი ექვთიმე კერესელიძე.